ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით საყვარელიძე იაგო ხვიჩიას გადაცემაში საქართველოს დაბადება 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვასთან ნახევარნაბიჯში იდგა. მისი თქმით, ომმა საზოგადოების განწყობა მკვეთრად შეცვალა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი უეცრად უმძიმეს რეალობად იქცა. ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ კრიტიკული სიტუაციის მიუხედავად რუსეთის არმიაც გარკვეულწილად ქაოტურად მოქმედებდა. საყვარელიძის შეფასებით, საქართველო იმ დღეებში უდიდესი საფრთხის წინაშე იდგა. ომი საკმაოდ ძიმედ აისახა, ვინაიდან წინა დღეს იყო სრულიად სხვა განწყობა 2008 წელს იყო ხალხში მაინც იმედი იმისი, რომ ტერიტორიული მთლიანობა მაინც შეიძლება რაღაც ფორმით ჩვენ აღვიდგინოთ, ნაწილი მაინც. მეორე დილას, როდესაც თავზე გადამიფრინა, ზუსტად დროსაც გეტყვით, იყო დაახლოებით 10 საათი და 20 წუთი გადაგვიფრინა თავზე რუსულმა ბომბდამშენმა და აი რაღაცა პირველად თავში გამიელვა იმან, რომ ალბათ ეს რაღაც სიზმარი ან კინოფილმში ვარ, მძაფ სიუჟეტიანში, იმიტომ რომ ესეთი ახლა თვითფრინავმა თავზე გადაგიბეს ბომბა ჩამოყაროს რაღაცა საოცრებად ამ მხოლოდ სფეროდან თუ შეიძლებოდა რომ წარმომედგინა, მაგრამ მე მივხვდი რომ ეს არის ჩვენი რეალობა. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი და მართლა ბეჭვზე გავიარეთ მაშინ. მე დაგითხრათ რომ სახელმწიფოების დაკარგვიდან საქართველო იდგა რაღაცა ფაქტიურად ნახევარნაბიჯში.